საფრთხე ნიშნავს იმას, რომ რუსეთი, რომლის ტაქტიკა არის აი ეს ჰიბრიდული ომი, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ის იყენებს ძირითადად არასამხედრო მეთოდებს ქვეყნის მისატაცებლად და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი აქ ყველაფერი არის ეს მიგრაციული ნაკადები. პუტინს არაერთხელ აქვს გაცხადებული და რუსულ ოფიციალურ დოკუმენტაციაში წერია, რომ რუსეთს აქვს უფლება ყველგან დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლება და დაიცვას ძალით, სამხედრო ძალით, ამაზეა საუბარი. უფრო მეტიც რუსეთი არაერთხელ შესულა ამ მოტივით მისი მოქალაქეების, ასე ვთქვათ, დაჩაგვრის მოტივით, მისი მოქალაქეების დახსნის მოტივით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. უკანასკნელად საქართველოში 2008 წელს სხვა არაფერი იყო ჯერ პასპორტების დარიგება და შემდგომ ესე იგი თითქოს და მათ დასაცავად აი ამ ომის წამოწყება. სწორედ ამიტომ მოგახსენეთ, რომ ჰიბრიდული ომი ხშირ შემთხვევაში საომარი მოქმედებებისთვის ნიადაგის შექმნას, შემზადებას ემსახურება და ამას რუსეთი სამწუხაროდ წარმატებით აკეთებს.